პატრიკ, სათხარ, დედა მოვიდა. მეათეჯი, სად არის პატრიკი? რა უქენით ჩემ პატრიკს? დეიდაქო, ჩვენ თქვენი პატრიკისთვის არაფერი დაგვიშავებია. ჩვენი ბრალი არ არის. აი აქ არის თქვენი პატრიკი. რა, პატრიკ? პატრიკ, შვილო! დედა, ვერ ხედავ, მე დაკავებული ვარ. რა, პატრიკ, სად არის შენი საღამური? და ეს მოსაცმელი საიდან გაქვს? რა გაქვს ცხვირში და ყურებზე? დედა, მე მაგარი ვარ. აჰა, კი, პატრიკი მაგარია. ახ, მეათეჯი, ვიცოდი რომ პატრიკს თქვენთან საქმე არ უნდა დაეჭირა. ოღონდ თქვენ მოიცადეთ. არა, დეიდა ქლოვი, ეს არ გააკეთო. ჩვენი ბრალი არ არის, დიანამ და მეცხრეამ გააკეთა. ხო, ვუთხარით რომ ეს არ ეკნა. პატრიკი მათ გააფუჭეს. დიანა, პატრიკ წამო. დედა, დაკავებული ვარ. დიანა. ჩუმად იყავით, მე უნდა დავრეკო. დიანა. რა უქენი ჩემს პატრიკს? არა, დეიდა ქლოვი, მე არ ყოფილვარ. პატრიკს უნდოდა რომ თვითონ ყოფილიყო ასეთი. კი, დიანა იყოლიებდა. მას სურდა ასეთი ყოფილიყო. კი, მან გააკეთა. იცით რა, დეიდა ქლოვი, პატრიკი ასე უფრო კარგად გამოიყურება ვიდრე საღამურში. ხო, ის ყველაზე მაგარი ბიჭია. მაგარი ბიჭი? დიანა, შარში გაები. სად არის პატრიკის საღამური? ჯიჯი? ნაგვის ურნაში, ხო? მომისმინე დიანა ხვალიდან შენ და პატრიკი საღამურებს ჩაიცვამთ. თქვენი ტკბილი ცხოვრება დამთავრდა. რა? საღამურებს? არა, არ ჩავიცვამ. კი, ჩაიცვამ. მომეცი შენი ტელეფონი? არასდროს არ მოგცემ ჩემ ტელეფონს. კი, მომცემ. მომეცი. ახ, დიანა შარშია. აუ, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს მის გამო. ახ, ბავშვებო, ახლა უნდა წავიდე და ამ დეიდა ქლოვის მივხედო. არ მინდა რომ სკოლაში მოვიდე საღამურით და ჩემი ტელეფონის გარეშე. კარგი, ნახვამდის. დიანა, კიდევ რამდენ ხანს უნდა გელოდო? პატრიკ, წავედით სახლში.